აი ეს არის ახალი გალიები. გადივცემულო, მეკურდღლებო. ეს არის ახალი პროექტი, რომელიც ინტერნეტში რამოდენიმე ვიდეო რგოლის ნახვის შემდგომ გამიჩნდა სურვილი და მეც გავაკეთე. ამ გალიების თავისებურება რაში მდგომარეობს? ეს ერთდროულად არის გალია და ხედავთ რომ მას განსაკუთრებული ასე ვთქვათ კარები აქვს და ის ზედა მხარეც არის, ამიტომ გაღების შემთხვევაში პატარა ბაჭია ქვემოთ არ გადმოვარდება. მას აქვს უკან სათივე და სადედე, აი ხედავთ თქვენ სადედეს ახლა. ასევე აი გალიის ზემოთ ნაწილში ეს არის უკვე ეგრეთ წოდებული თივის შესანახი. აი თქვენ ხედავთ, ნახეთ რა მხელა ნაწილი სათავსო არის და ეს ყველაფერი არის თივის შესანახი. იმისათვის რომ თივა გარეთ არ გაფუჭდეს, თაგვმაკ არ გადაირბინოსდეთ და ასევე ქათმებმა არ დასვარონ. აი ამ სადედეს ასე ვთქვათ საყურდღლის უკანა ნაწილი, რომელიც ამ წუთას მე მიწვია სამშენებლო მასალები, თუმცა თქვენ ხედავთ რომ აქ სადედები არის 9 საკურდღლია და მას 9-ვე სადედი აქვს. აი ერთ-ერთი მათგანი მე ხა გავაღებ, აგერ როგორ ამზადებს დედობისთვის თივა, როგორ შემოაქვს კურდღელს და როგორ ასე ვთქვათ ეს არის კარგი იმით რომ აგერ საკეტი აქვს. აი შეგვიძლია ჩავკეტოთ, ჩამოვწიოთ ქვემოთ და ჩაიკეტება დედა. თუ გინდა ბაბუჭიების დათვალიერება, დედას არ დავანახებთ. აი ესე ჩამოგარგება. აი ეს არის წყლის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული რავზი. მის უკან ხედავთ ისე სათივეს, რომელიც ასე ვთქვათ დაიტევს ერთი დაახლოებით 8-10 ტუქთივას. თქვენ ხედავთ აი წყლის სისტემა, რომელიც აი ეგრეთ წოდებული ნიპელების სახით დამონტაჟებულია, რომელიც მე ამ წუთას გავაკეთე წინა მხრიდან. ვინაიდან უკან მხრიდან მქონდა გაკეთებული სხვა სად ასე ვთქვათ საკურდღლებში, აღმოჩნდა რომ უკან დაზიანების შემთხვევაში მიუსვლელი იყო. აი ამ შემთხვევაში ახლა ფაქტიურად ყველა ასე ვთქვათ წყლის სარწყულთან, ნიპელთან მისვლა შემიძლია ინდივიდუალურად. აი რა შეეხება კარებებს. აი თქვენ წინაშე ხომ გავაღებ კარს, ძალიან მარტივად. აი ესე დამაგრდა. შეთ ზომაც არ არის იმხელა რომ ხელით ვერ მიწვდა მაგალითად კურდღელს. აი ძალიან დაახლოებით 70 სანტიმეტრამდე, 65-70 სანტიმეტრი არის. სიგანეც 60 სანტიმეტრამდე. საკმარისია ერთი დედისთვის, მაგალითად რომ გამოზარდოს ასე ვთქვათ. ეხლა კიდევ ერთხელ გადავხედოთ, ასე ვთქვათ, დიდი კადრით. აი ეს არის 9 ასე ვთქვათ სადედე. ზოგ მათგანში მყავს მე ახლა დედები უკვე. ზოგში კიდე ველოდებით როდის ჩავსვამ დედას. ზედა ნაწილი გადახურული მაქვს, მე ვაპირებ რომ წინა მხარეც ცოტათი გადმოხურო, რომ წვიმის შემთხვევაში დაადგომა შემეძლოს, ისე რომ არ დავსველდე. ეს არის ძველი საკურდღლები, რომელშიც განსაკუთრებული ვთქვათ შესწავლები, რომელიც გამომივლინა. გადავე ახალში უკვე ეს შესწავლები გავითვალისწინე. და იქეთ კიდე მეორე ასე ვთქვათ საკურდღლე. კარგით, აბა კარგად ვცანდებოდეთ.